დღეს 5 მაისია, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღე, რომელიც ზოგადად აღინიშნება ევროპაში და ჩვენც როგორც ევროპის ნაწილი, საქართველოში აღვნიშნავთ ამ დღეს. წლიდან წლამდე ეცვლება გზავნილები, წელს არის წლის გზავნილი ის, რომ შეწყვიტონ მთავრობებმა ინსტიტუციების დაფინანსება და უფრო მეტი თანხა გადავიხადონ შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების სერვისების განვითარებაში. უფრო მეტი საათობრივი ანაზღაურება ქონდეთ პერსონალურ ასისტენტებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისია ამ მიმართულებით. უფრო მეტი რაღაც დასაქმების ხელშეწყობის შესაძლებლობები იყოს და ჩვენც როგორც ევროპის ნაწილი და წელს უკვე ამ ქსელის სრულფასოვანი ნაწილი უერთდებით ამ პროტესტს და ვთვლით, რომ მთავრობებმა არ უნდა დააფინანსოს ინსტიტუციები და პირიქით უფრო მეტი შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის სერვისი უნდა დაფინანსდეს. ინსტიტუციაში გულისხმება ის ადგილები დაუშვათ, სადაც ადამიანები ცხოვრობენ მთელი ცხოვრების მანძილზე და მასზე ზრუნავს სახელმწიფო, მაგალითად ფსიქიატრიული დახურული კლინიკები, შშმ პირთა თავშესაფრები იყო ასეთი უამრავი და ამ დროს გამოდის, რომ მას მეტი ფუნქცია არ აქვს, გარდა იმის გარდა რომ ზრუნვა მიიღოს მის მიმართ და როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ხელს უწყობ დამოუკიდებელ ცხოვრებაში და ეხმარები მას სოციალიზაციაში, გარეთ გამოსვლაში, დასაქმებაში და ის არ ცხოვრობს რაღაც ჩაკეტილ სივრცეში, ის ამავე დროს ქმნის შენთან ერთად დოვლაც ქვეყნის შენებაში. რეალურად პასიური მოქალაქის მაგივრად იღებ აქტიურ მოქალაქეს, რაც ორმაგად კარგია როგორც პიროვნებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. საქართველოში დაახლოებით 4-5 წელია უერთდებით ამ ასე ვთქვათ აქციას, ესე აქტიურად განსაკუთრებით აჭარაში. პირველ წელს ჰქონდა ძალიან დიდი კონფერენცია, სადაც მთელი საქართველოდან იყვნენ ევროკავშირის დახმარებით შშმ პირები ჩამოსული და ჰქონდა პანელური დისკუსიები თუ იმ გამოწვევებზე, რომლებიც გაგვაჩნია დღეს ჩვენ შშმ პირებს. შემდეგ ჰქონდა უფრო კრეატიული ღონისძიება მომდევნო წელს და 3 ორგანიზაციის მხარდაჭერით ჰქონდა ისევ ევროკავშირის მხარდაჭერით მარში, სადაც საზოგადოებამ დაინახა თუ რამდენი ვართ, ვინ ვართ და ასევე ჰქონდა თემატური ჯიხურები სხვადასხვა ორგანიზაციისა და ყველა შეეძლო ენახა ვინ არიან ეს ორგანიზაციები, რას ვაკეთებთ, რა სერვისები გვაქვს და ასე შემდეგ. წელს სამწუხაროდ არ გვცალია იმისთვის, რომ საქართველოში რაღაც კერძოდ გამოვყოთ შშმ პირთა დღე და ვისაუბროთ შშმ პირთა უფლებებისთვის, იმიტომ რომ ამ ეტაპზე და ამ მომენტში ვერც ერთ მოქალაქე ვერ გრძნობს თავს დაცულად და მე მგონია, რომ უმცირესობები ერთ აღარა ვართ გამოყოფილი, ესე ვთქვათ, უფლებების კუთხით.